ერთხელ, ორჯერ, სამჯერ გადაათხრა, ბოლო-ბოლო ასე ოქროს თუ ეძებენ, ჩვენს მოეხმარებით იქნება, ჩვენც ნახოთ. ასე აფასებს თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ამავე ქუჩაზე მცხოვრები მამუკა ქარჩხაძე. თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლების თქმით, მათთვის გაუგებარია თუ რატომ გახდა საჭირო ერთი და იგივე ადგილზე მიწის რამდენჯერმე გაჭრა. გააკეთებენ რა და ამ გაკეთებულ გზას გვიხარია მოსახლეობას და მეორე წუთში ისევე თხრია. ვიშლის რა თქმა უნდა, აგერ კერძო მოსახლეებს მით უმეტეს. ავტობუსის გაჩერებაზე მოვდივარ, აგერ და არის გადათხრილი სულ. გაკეთდა ეს წყალსადენი, ეს ძირითადი აქაა და შემდეგ შეიყვანეს ქუჩებში. მაგრამ ალბათ რაღაც კიდე ავარიულია და მე ახლა ამ კვირაში ვხედავ, რომ კიდე გადათხრილი. თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დღეს პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა. წულაიას განმარტებით კომპანიის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება. 2 წელი არის უკვე თითქმის რაც მიმდინარეობს აქ წყლის რეაბილიტაცია და ახალი მილების ჩაკრა და ზუსტად ამ ადგილას 4ჯერ 5ჯერ გათხარენ ერთ და იგივე ადგილი. ესე იგი თავი ვერ მოაბენ, ვერ გააკეთენ 2 წელია ამ პირობებში აცხოვრებენ ადამიანებს და ბოლო-ბოლო ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი ხო უნდა აქვს ამ ქალაქში. თბილისში ასე თუ ისე ვიღაცას გადააყენებენ, ვიღაცას გადმოაყენებენ, ვიღაცას სვლიენ, რაღაცას იმიტაციას მაინც ქმნიან, რომ აი ვიღაცამ რაღაცაზე პასუხი აქვს. ქუთაისი არის გაყინული. ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია SMK ახორციელებს, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლებმა კომენტარი არ გააკეთეს. რადიო ძველი ქალაქი ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორს ირაკლი ტურძელაძეს დაუკავშირდა. როგორც კი მე კომენტარს გავაკეთებ, მათ მუშაობას ასე თუ ისე მეთულებათ მათ საქმიანობაში ჩარევად, ამიტომ მიმართეთ SMK-ს. ხო, მაგრამ ესენი კომენტარს რომ არ აკეთებენ? მე რა გავაკეთო მათ საგივრად, ახლა მომისმინეთ მე რადიო ძველ ქალაქს რომ მოგთხოვოთ საქართველოს ხმის კომენტირება შეიძლება? ხო შეიძლება. წყალმომარაგების კომპანია აფინანსებს SMK ახორციელებს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გაწერილი პირობების მიხედვით 2018 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.